12-საათიანი შეფერხება სარფის საბაჟოზე მიმოსვლა ორივე მიმართულებით ამ დრომდე შეზღუდულია. პრობლემა თურქეთის გამშვებ პუნქტზე ფიქსირდება საკონსულო ხარვეს ტექნიკური მიზეზით ხსნის, თუმცა როდის აღდგება მოძრაობა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს. რა ვითარება ადგილზე ამ დროისთვის? მერაბ წულუკიძე სარფის საბაჟოდან ჩაგვერთვება. სარფის საბაჟო ამ დრომდე ჩაკეტილია, მოქალაქეები დილის 4 საათიდან ელოდებიან საზღვრის გადაკვეთას. მოქალაქეთა უფრო დიდი ნაწილი იმყოფება საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საიდანაც უმრავლესობა უკან გამობრუნდა. შეფერხების მიზეზად მოქალაქეებს უსახელებენ თურქული საბაჟოს ელექტრონული სისტემის გაუმართავობას. როგორც თურქეთის გენერალურ საკონსულოში გვითხრეს, საბაჟოს ელექტრონული სისტემა გაითიშა მთელი თურქეთის მასშტაბით და სარფის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ქვეყნის ყველა გამშვებ პუნქტზე, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ელექტრონული სისტემის გათიშვა არ არის პირველი შემთხვევა, ის თვეში რამდენჯერმე მეორდება და სერიოზულ პრობლემას უქმნის მოქალაქეებს. დაუბრუნდი ისევ და არ გამომიშვეს 4 საათია იქანებს მარტო მე კი არა იხელა ოჩერედია იქამ თითქმის გვირაბთანა მისული ოჩერედი. თვეში ერთი 3 ჯერ მაინც არის 4 ჯერ დაახლოებით. წინა დღესაც საღამოს 9 საათზე გაითიშა და მეორე დღის 11 საათზე ჩაერთო. გუშინ საღამოს 7 საათზე გაითიშა და პირველის ნახევარზე სადღაც ჩაერთო. არა, იმდენად იყო დიდი რიგი, ზოგს მოუნდა დილით გადმოვიდა ხალხი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა რა, გადასვლა, გადმოსვლა. ხშირად იდიშება სისტემები. ჩაკეტილია მხოლოდ თურქებს უშვებენ, ქართველებს არაო. რაღაც ინტერნეტ აფეთქება მოხდაო თუ რაღაცა იქო და. დილის 7 საათზე გადმოვედით თურქეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით ეხლა არ ვიცი რომელი საათია ვდგავართ, მაგრამ ყველანაირი პრობლემის გარეშე. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი მოგვიწიათ სდამ. 3 საათია ველოდებით. თურქეთის სისტემა გატეშულიო, ხოს გვეუბნები, მეტი არაფერი არ ვიცით. და რას აპირებთ ახლა? დაველოდებით ცოტა წავალთ სახლში. გაიხსნებაო ინფორმაცია რა გაქვთ? უპირდებიან გაიხსნება. იქ ხალშვილი, ბადიში, შვილთაშვილი მუშაობენ მაღაზიაში, მაგრამ ვიგიშვებს რამდენი ხანია ელოდებით? ეს ველოდები მე საათი 6-ის მერე. თემაში არის რაღაც შეფერხება, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო, უკვე შესაბამისი უწყებები მუშაობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე და ეს არის არა მხოლოდ სარფში, არამედ თურქეთის სხვა გამტარ პუნქტებზეც არის. ანუ ზოგჯერ მოდის, მერე ისევ ითიშება. შემოსავლების სამსახურში კი აცხადებენ, რომ საბაჟო რამდენიმე საათში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა კონკრეტულად როდის გაიხსნება საზღვარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სრული დატვირთვით ჯერჯერობით საბაჟო ვერ მუშაობს, სწორედ ამის გამო, რომ ეტაპობრივად თურქული მხარე აღადგენს მოძრაობაზე, ჩვენ შესაბამისად, სწორედ იმ რაოდენობით დავიწყეთ გატარება, რა რაოდენობის მიღებაც ამ ეტაპზე თურქულ მხარეს შეუძლია. სარფის საბაჟოზე მოძრაობა ამ დროისთვის ნაწილობრივ მხოლოდ ავტომანქანებისთვის აღდგა, თუმცა პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, რაც შეეხება ფეხით გადამსვლელებს, ამ დროისთვის მათთვის საზღვარი ისევ ჩაკეტილია და მოქალაქეებმა არ იციან, როდის მოახერხებენ საზღვრის გადაკვეთას. სარფის საბაჟოდან მერაბ წულუკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.